გამარჯობათ. თუ ადამიანს რაიმე ავადმყოფობა დაემართა და ადამიანმა ამას ყურადღება არ მიაქცია, თვით დინებაზე მიუშვა, არ იმკურნალა. შეიძლება ერთი პატარა ნაკაწრი გარდაცვალების მიზეზი გახდეს. მოდით ცოდვა შევადაროთ გრიპს. გრიპი თავიდან ვიღაცისგან გადაგვედება ხოლმე. თავიდან ვითომ არაფერი არ ხდება. მსუბუქი ჩახველებები, ტემპერატურა 36 და 9. მაგრამ გადის ხოლმე რამდენიმე დღე და პრობლემა ვითარდება, შეიძლება ადამიანი საავადმყოფოში გახდეს დასაწყენი. ადამიანები ყურადღებას არ ვაქცევთ ცოდვას. ცოდვა არის ეშმაკის გამოგონება, მასობრივი განადგურების იარაღი. ნებისმიერი რადიაცია ამის უკან დგას. ამ მასობრივი განადგურების იარაღით დაცემულმა მთავარანგელოზმა დაღუპა ანგელოზთა მესამედი. კაცობრიობის უმრავლესობა. და ჩვენ ამაზე არ გვაქვს ხოლმე რეაგირება, ვითომ არაფერი არ ხდება. და რატომღაც ესე გგონია ხოლმე, რომ თუ ამას წაუყურებთ, ლამაზად შევფუთავთ. აი სიბინძურე რო შეფუთოთ და იმედი გქონდეთ, რომ 2-3 დღეში ეს შოკოლადის ტორტად გადაიქცევა. რაღაც ესე უყურებთ საქმეს. ვისაც სასუფეველი გინდათ, ვინც ხვდებით იმას, რომ უკვდავები არ ახართ. ვისაც გინდათ, რომ დატოვოთ შთავამავლობა, რომლის ცხოვრებასაც აზრი ექნება და არა ისეთი შთავამავლობა, რომ თვითონაც რო დაიღუპება და ჩვენც რო დაგღუპავს. ეცადეთ ხოლმე, რომ ეკლესიაში ხანდახან მაინც ჩახვიდეთ. რომც იქ არავინ იყოს, თუნდაც 10-20 წუთით მიდით და დაჯექით. ეცადეთ, რომ ის სიმშვიდე, ის მადლი, ღმერთის ენერგია, რაც იქ ტრიალებს, რომ ის წამოიღოთ. აი დაბომბვების დროს თავშესაფრებში იმალებიან ხოლმე. აი ასე უნდა გავექცეთ ხოლმე ეშმაკის ქარიშხალს ეკლესიაში. არავითარი თვითმკურნალობა ან არამკურნალობა. ნებისმიერი თქვენი აზრი, რომელიც სახარებას ეწინააღმდეგება, უნდა მოიშოროთ. თუ თქვენ იმკურნალებთ თქვენი რეცეპტურით, აი მე ესე მგონია, მე ესე მჯერა, ალბათ ეს ესეა, ეს გამოიწვევს დაღუპვას. თუ თქვენ არ იმკურნალებთ, ჩათვლით, რომ არაფერი არ ხდება. ეს ავადმყოფობა ყველას კლავს, მაგრამ მე არ მომკლავს. მაშინ ეს გამოიწვევს დაღუპვას. რამდენიმე დღეში იწყება მარხვა. თუ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის სიკეთე გინდათ, ეს მარხვა უნდა შეინახოთ და უნდა იმოღვაწეოთ. ღმერთმა გაგახაროთ.